წარმოქმნას გეცნობულა და ჩამოთვლილია მუნიციპალიტეტში. კანონში ეს განხილვას. მოვით. შემიძლია ვახსენოთ რამოსასრები წარმოიშაება შეეხება მეორე პუნქტს. პროექტში რომელიც უგადებულებას განაკვეთს თვითმმართველობის მეშვეობით და ასე შემდეგ. გამოქმნილი სამლოჯამში თავისუფლად ეს ტერმინი გამოიყენება შესაბამისი ტერმინი შეიცვალოს. როგორც აჭარას ასე რეალურად ასეა. ამ რეალობას ლექსიასი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით. ის ტერმინები, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს იმართება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. გუშინ წინ გაიმართა პირველი სხდომა, სადაც განვიხილეთ ჩვენ ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების საკითხები. დღეს იმართება მეოთხე სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც განვიხილავთ, როგორც მოგეხსენებათ, ტერიტორიულ მოწყობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. მოხარული ვართ, რომ მაღალი კვორუმით მუშაობთ, როგორც პირველ სხდომაზე, ახლაც პრაქტიკულად სრულად არის წარმოდგენილი ჯგუფის შემადგენლობა. მე მინდა შევახსენოთ კიდევ ერთხელ, თუ როგორ გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი სამუშაო პროცესი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ სამ ეტაპად გვაქვს მოაზრებული თვითონ სამუშაო პროცესი სამუშაო ჯგუფებში. დღეს გვინდა რომ განვიხილოთ დეტალურად არსებული ტექსტები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავები, ტექსტები და ასევე დღეს უნდა ვიმუშაოთ კონსტიტუციურ კანონზე საჯარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. უკვე მეორე სხდომისთვის გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ პირველადი პროექტი და შემდეგ შეგვიძლია ეს გადასინჯული პროექტი განვიხილოთ უკვე მოხლობრივად მეორე სხდომაზე და მესამე სხდომისთვის უკვე შეგვიძლია მოამზადოთ კიდევ ერთხელ გადამუშავებული რედაქტირებული ვარიანტი თითოეული თავის კონსტიტუციური კანონის და იქ შეგვიძლია შევჯერდეთ ცალკეულ ნორმებთან, დებულებებთან დაკავშირებით. ასე გვაქვს წარმოდგენილი ჩვენ სამუშაო პროცესი. მინდა გითხრათ, რომ გუშინ წინ, როდესაც განიხილებოდა პირველ სამუშაო ჯგუფში შესაბამისი თავები იქ გარკვეულწილად უკვე შევეხეთ ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი თავი იყო იქ განხილული, მოგახსენებათ, პირველ თავშია წარმოდგენილი მთელი რიგი დებულებებისა, რომლებიც სწორედ ტერიტორიული მოწყობის თემებს შეეხება. იქ გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, რომლებსაც დღეს კიდევ ერთხელ გაგაცნობთ. კიდევ ერთხელ დღეს უნდა განვიხილოთ ჩვენ დეტალურად, მოხლობრივად ის დებულებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში შეეხება ტერიტორიულ მოწყობას და რომელიც არის წარმოდგენილი კონსტიტუციურ კანონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. თუ არის მოსაზრებები ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, შეგვიძლია მოვისმინოთ. თუ არ არის ასეთი საკითხები, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ პირდაპირ დოკუმენტის განხილვაზე.